7 პლანეტის წარმომადგენელთა გზავნილი 8 დეკემბერი 2015 წელი. გალაქტიკური ოჯახის შესახებ. მოგესალმებით ძვირფას დედამიწელებო. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს გაიხსნა ჯგუფი აკვალონის საიტი და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დიდი ოდენობით ადამიანთან საუბრისა. ეს გვაიმედებს, რომ თქვენ თანათანობით შეეგუებით იმას, რომ თქვენ ყავთ მეგობრები სამყაროში, რომლებიც მზად არიან თქვენს დასახმარებლად რთულ გარდამავალ პერიოდში, როდესაც თქვენი ძველი მსოფლიო იშლება, ხოლო ახალი ჯერ კიდევ ვერ წარმოიქმნა. ვერწმუნდეთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თქვენი გზნოთ თავები დაცულად. უკიდურეს შემთხვევაში თქვენს მიმართ სრულად განწყობილი ცივილიზაციების ჩარევისგან, რათა თქვენი პირველი ნაბიჯები ახალ სამყაროში არ იყოს უმწეო და მოუხერხებელი. ჩვენ გვიხარია, რომ ჩვენი მეგობრები ანდრომედიანელები შემოვიდნენ თქვენთან ახალ კონტაქტში და დაწვრილებით გიყვებიან მათ პლანეტაზე ცხოვრების შესახებ. ეს ის ცივილიზაცია, რომელმაც გაიარა თქვენი მსგავსი გზა და მათი საზოგადოების მოწყობის მოდელი არის თქვენთვის ყველა შესაბამისი მაგალითი. გარეგნულადაც კი ისინი ძალიან გვანან, თუმცა მათი სიმაღლე ბევრად დიდია. რატომ დავიწყეთ ჩვენ მათ შესახებ საუბარი? თქვენ უნდა იცოდეთ ჩვენო ძვირფას დედამიწელებო, რომ არსებობს ნამდვილი გალაქტიკური ოჯახი და ბევრი ცივილიზაცია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ეს ჭეშმარიტად სისხლისმიერი ნათესაობა, რადგანაც ჩვენ გვყავს ერთი მამა, ჩვენი შემოქმედი და ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს ღვთაებრივი ნაწილი. როგორც ყოველ ოჯახში, ყველაფერი არ არის იდეალური ჩვენ სამყაროშიც. თუმცა საქმე იმასაც კი არ ეხება, რომ ვიღაცა კარგია და ვიღაცა ცუდი. საქმე ისაა, რომ პლანეტები ადამიანების მსგავსად იმყოფებიან განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. არის მესამე განზომილების ბევრი პლანეტა, როგორც თქვენი. არის სხვა პლანეტები, სადაც ვიბრაციული დონე თითქმის მაქსიმალურია. ესენი არის მე7, მე8 და მე9 განზომილებისა და ჩვენც კი გვიჭირთ მათთან კონტაქტი დიდი ვიბრაციული დაყოფის გამო. თუ გამოვიყენებთ თქვენს ცნებებს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველანი ვართ შემოქმედის შვილები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა ასაკი, შვილიდან ბრძენ მოხუცამდე. თქვენ ძვირფასო დედამიწელებო, მოზარდობიდან ბოლოს და ბოლოს გადადიხართ სრულწლოვან ასაკში, რომელიც წარმოადგენს მესამე განზომილებიდან მე5-ში გადასვლას. თქვენ ალბათ შეგეკითხებით, რატომ გამოტოვებთ მე4 განზომილებას? ეს ხდება იმიტომ, რომ თქვენი პლანეტის განახლების პროცესი უფრო სწრაფად დაიწყო, ვიდრე ეს იყო დაგეგმილი ჩვენო ძვირფასებო. ეს დაკავშირებული იმასთან, რომ თქვენი დედამიწის პარამეტრები იმდენად სწრაფად და ძლიერად შეიცვალა, რომ მე4 განზომილებიდან თქვენ ექსტერნად გაივლით. ამიტომაც ძველი მსოფლიოს რღვევის პროცესიც ასე დაჩქარებული რეჟიმში მიდის. ამით აიხსნება ბუნებრივი, სოციალური და ტექნოგენური კატასტროფები, რომლებმაც მოიცვა მთელი მსოფლიო. ეს ყველაფერი შეიძლება გაწელილი იყო 1000 წლეულებით, თუმცა შედეგად შეიკუმშა რამდენიმე 10 წლეულად. გვერწმუნდეთ ჩვენო ძვირფასებო, ეს თქვენსავისათვის კეთოდაა, თუმცა შეიძლება მოგეჩვენოთ ერთი შეხედვით, რომ ეს არის ნამდვილი შოკური თერაპია. თქვენი პლანეტა მძირედ ავის ავა და ხანგრძლივი და მტარჯველი აგონიის ნაცვლად თქვენ გადადიხართ ახლა საკმაოდ არახანგრძლივ კრიდის, რომელიც მიგიყვანთ არა უბრალოდ გამოჯანმრთელებამდე, არამედ ნამდვილ აღორძინებამდე. ანუ სხვა სიტყვებით რომ თქვათ, შედეგად თქვენ ამაღლებით ახალ რეალობაში, მე5 განზომილებაში. საბოლოოდ ჩვენ გსურს გისურვოთ, რომ რაც შეიძლება მალე შემოხვიდეთ ჩვენს გალაქტიკურ ოჯახში და გაიცნოთ იმას, ვინ მზადაა გამოგიწოდოთ დახმარების ხელი სინათლის ქალაქის აშენებაში, რომლებიც დაფუძნებული იქნება უკვე სხვა საწყისებზე. თქვენი ხელმძღვანელოთ უკვე სხვა კანონებით, რომლებიც არის საუკუნო ბრძნული სამყაროსეული და ღვთაებრივი. 7 პლანეტის უხუცეს და საბჭო საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.